დღეს ბავშვებს მოუხარშია ესეთი გემრიელი სუფი. მოსწინდათ ცოტა არ იყოს სახალწო საჭმელები და მოუნდათ ესეთი ცხელი წვნიანი. აბა ნატალის უკეთებ შეპირებულ ცეზარს. აი აქ ინგრედიენტები მაქვს, რომელიც შევპირდის ახალწოდ გაგიკეთებ თქო, მაგრამ ახალწელს იმდენი საჭმელი იყო, ნატალისაც არ გახსენებია ცეზარი. ამიტომ ეხლა უფრო გემრიელად შეჭამს ხომ მისმას. ესე იგი ვაკეთებ, რავი, როგორც მახსოვს, პამიდორი, ესეთი ჩერი, მოხარშული კვერცხი, გავუკეთებ ყველს, ასევე გავუკეთებ სპეციალურად ეხლა ესე ხორცწვავ ფილეს, ასევე ამას გავუკეთებ. აქვე სუხარიკებიც გავუმზადე. ჩემი კამერა დაიორთქვა. ძალიან ხრაშუნა. როგორც ვიცი ხოლმე ნიორთან და პაპრიკასთან და სვანურმარილთან ერთად ზეთში. კარგად ამოვავლე ეს პურები და ისე ჩავდე ღუმელში და უგემრიელესია. და გამოვიყენებ აი ამ ცეზარის სპეციალურ соуს, არ ვიცი მოუხდება თუ არა, მე მგონი უნდა მოუხდეს. და მე მგონი ლიმონი ჭირდება კიდე. ლიმონი და რა თქმა უნდა სალათის ფურცლები. და კაია. ამ соуს თვითონ აქვს იმჟავე და მე მგონი ლიმონის დასმა აღარ სჭირდება. ეხლა ამოურევ და სუხარიკებს დავაყრი უკვე ზემოდან, რომ მაიონეზმა არ დაარბილოს. მართლა კაი იქნება ეს. მარილი არ დამიყრია. და მე ხუმაინს და ჩააყარო მარილი. ხორცი კი არის მარილი. ყვას. ცეოდნო პილპილი დავაყარო. პილპილი რა თუნდა გემო რომ ისცეს. რომ მე მგონი კაი ძალიან ცოტას დავაყარო. ეგ მე მგონი ოლივიეს უნდა. ამასაც მოუხდება. აი ესეთი სალათი, ცეზარი. ეხლა მთავარი ინგრედიენტი კიდე ერთი, არა ყველა მთავარია, მაგრამ ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ეს სალათის ფურცლები. ჩავყარევთ, ეხლა ზემოდანაც დავაყრე ლამაზად, რომ უფრო ისე გამოჩნდეს მწვანეთ და გემრიელად. რო არ დაალბეს ესენიც რა მაიონეზმა რო არ დაალბოს ძალიან. ესე და აი ესე ხა რომ ამოიღებ ამიანად ესე ამოიღე. აი ესე და გემრიელი იქნება. ბოლოს აყრიან აი ამას. ოკეი. მო ძალიან ბევრი არ უნდა ეს. არა? კაი, ზო, ესეც შენი ცეზარი. აი ესეთი ცეზარი გამოგვივიდა. იმედია რომ გემრიელი იქნება. ეხლა მინდა გაჩვენოთ საჩუქრები ჩემი საახალწლო. რა მაჩუქეს? მოკლედ ეს იქნება სავარაუდოდ პირველი ნაწილი. მერე კიდე ეჭვმაქრო კიდე მაჩუქებენ და აუცილებლად გადავიღებ მეორე ნაწილსაც. აი ეს უკვე გაჩვენეთ, მაგრამ ეხლა კიდე კარგად გაჩვენებთ. ესეთი ლამაზი ვერცხლის გველი, ბეჭედი და აი ესეთი ლამაზი საყურეები. ძალიან მოუხდა ჩემს ფრჩხილებს, ზუსტად მწვანე თვალება გველი არის. ძალიან ლამაზი. ესე. ასევე აქ არის ესეთი ხელის კრემი. სამნაირი კიკოს გლოსები. აქედან ზოგი ჩემია, ზოგი მარიტასი. სამივე ძალიან კარგი ფერი არის და ზოგადად ძალიან მომწონს კიკოს გლოსები. ეს არის ტუში. აუცილებლად მინდა გავაკეთო ვიდეო, სადაც მაკიაჟს გავიკეთებ აი ამ პროდუქტებით და თქვენთან ერთად დავტესტავ. მეც ერთი სული მაქვს, როდის გავხსნი, მაგრამ თქვენოთ არ გავაკეთებ. მოკლედ აი ესეთი Maybelline-ის თვალის ფანქარი. აქ რა არის? ეს არის როგორც ხვდები
ტუჩის კონტური, ესეთი ტუჩის ფერი. რა თქმა უნდა, ამასაც დავტესტავ. ესეთი ძალიან კარგი ფერი ჩანს. ასევე არის თვალის ლაინერი, რომელიც არის ყავისფერი. ესეთი ფერის ლაინერი არასდროს არ მქონია და ძალიან მაინტერესებს. ზოგადად ყავისფერი ფანქარი მიყვარს თვალზე. ყოველთვის ვისვამ ხოლმე ან ყავისფერ ფანქარს ან ჩრდილს, მაგრამ ლაინერი არასდროს არ მქონია და ძალიან მაინტერესებს როგორ მომიხდება. ესეც Maybelline-ის. Maybelline-ის კოსმეტიკა. ვატყობ Maybelline-ის დატესტვის ვიდეო გველოდება, მეგობრებო. ესეთი ტუჩ-საცხი, რომელიც არ არის გახსნილი და ამას თქვენთან ერთად გავხსნი. ძალიან მალე მინდა რომ გავაკეთო ეს ვიდეო. ვისაც გაინტერესებთ, დამილაიქეთ, დამიწერეთ კომენტარები, რომ უფრო მალე ვქნა ეგ ყველაფერი. სავარაუდოდ მომავალ ვიდეოებში, რომელიმეში იქნება დატესტვის ვიდეო. ეს კი არის ტუჩ-საცხი, თუ არ ვცდები. და ასევე აქ გვაქვს ესეთი. ესეც ტუჩ-საცხი არის. კიდევ ერთი საჩუქარი უნდა გაჩვენო. ესეთი ლამაზი ზედა მეგობრებო, ჟაკეტი, ულამაზესი, ესეთი მოკლე და ფართო სტილი, ეს უკვე მეცვა. ეხა ქუთაისში რო ვიყავით ნაძვის ხეზე, მაშინ ჩავიცვი, ჩემს შავ ჯინსებს ძალიან მოუხდა. ესეთი ლამაზი ჯინსი მაქვს, თვლებიანი და ამ ზედას ძალიან მოუხდა, თითქოს ამისთვის არისო და მოკლედ ესეთი მბზინავი და მბრდღვინავი ლუკი მაქვს თუ რამე. ასევე ბეჭედი და შილაკი, მოკლედ ყველაფერს უხდება. გამზადებული ვარ. შემიძლია წავიდე რესტორანში კარგად მოსალხენად. ხო და ასევე კიდე ჩემი საჩუქარი, ასევე ძალიან გამიხარდა. ესეთი ხო შტატივი არის, უბრალოდ ეხა შტატივს ვერ გაჩვენებთ, კამერა მაქვს დამაგრებული და ისე ვიღებ. მოკლედ პატარა შტატივი, რომელიც გაჩვენეთ წინა ვიდეოში, საახალწლო ვიდეოში იქ ნახავდით. და ამ შტატივს მოყვებოდა ესეთი მიკროფონი, განათება და ტელეფონის დასამაგრებელი. სამივე მაგრდება ამ შტატივზე და მოკლედ ხან რომელი დამჭირდება, ხან რომელი. ესეც ძალიან ისეთი სასარგებლო საჩუქარი არის. ძალიან მჭირდებოდა, პატარა შტატივი აღარ მქონდა, გამიტყდა ძველი. მოკლედ არ ვიცი თუ არაფერი დამოვიწყდა. ჯერჯერობით ეს არის ჩემი საახალწლო საჩუქრები. და ასევე ხა მინდა გაჩვენოთ ჩემი ბოლოდროინდელი, რაც ვიყიდე, საყიდლები. ჩემ თავს ვუყიდე. ეს ვიყიდე ახლა აქ აფთიაქში, ავერში ევოლუდერმის მიცელარული წყალი, რომელიც მჭირდებოდა და კარგი ფასდაკლება იყო. ფასდაკლებით გამოვიდა, მე მგონი 6 ლარი თუ რა, 6 ლარი და რაღაც 7 ლარამდე მოკლედ. კარგი ფასდაკლება ჰქონდათ ამ საახალწლოდ და ეს მიცელარული მჭირდებოდა და ვიყიდე. ხო, მოკლედ ესეთი სპონჟიკი. თუ გახსოვთ, ადრე გამოვიწერე პინდუოდოოდან და ძალიან ისეთი იყო მაგარი და უხეში და მჭირდებოდა უკვე ეს beauty blender-ები და ეს როგორც ვატყობ არ არის მაგარი და მე მგონი ეს კარგი ხარისხის იქნება. არ ვიცი, გამოვიყენებ მაგიაში და გეტყვით, მაგრამ ესე ხელით რასაც ხვდები, წესით რბილი და მოსახერხებელი უნდა იყოს. და ისინი არ მომეწონა. საერთოდ ვერ ვხმარობ. და ესეთი საყვარელი ჩასადები აქვს. ესე რომ გარეცხავთ, გააშრობთ და მე ესე ჩადებთ, რომ არ დაგესვაროთ, მტვერი რომ არ დაედოს. მშვენიერი მოფიქრება არის სპონჟიკისთვის. თუ beauty blender-ისთვის, რა ვიცი, მე ხან ისე ვეძახი, ხან ასე და ძალიან მომწონს, საყვარლობა. ამის გამოც ვიყიდე, მაგრამ ისედაც ვატყობ, რომ კარგი ხარისხი არის.
ესეც ვიყიდე ამერიკულ საწყობში, აი ამ ბლენდერთან ერთად. ის არ ვიცი რა კონსილერი არის, არც გამიგია და მაინტერესებს, უნდა დავტესტო. და ვნახოთ, აბა ერთი ეს კონსილერიც ღირდა, სადღაც არ მახსოვს რამდენი ღირდა, მაგრამ 10 ლარამდე რო ღირდა, ეგ მახსოვს. ასევე აი ესეთი წარბების ფანქარი, რომელიც ასევე მაინტერესებს. აი ესეთი ყავისფერი უნდა იყოს წესით და ვნახოთ, აბა როგორ მომიხდება. ამასაც თქვენთან ერთად დავტესტავ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, როგორც ხედავთ, დამიგროვდა რაღაცეები მაკიაჟის ვიდეოსთვის და აუცილებლად გადავიღებ ერთ დატესტვის ვიდეოს. თვალმაც უკვე ნელ-ნელა გამიარა და მე მგონი უკვე შეიძლება რომ რაღაცეები წავისვა, მოვისვა და გავაკეთებ აუცილებლად ვიდეოს და აუცილებლად დააკომენტარეთ ვინც ელოდებით ესეთ ვიდეოებს, რომ მე უფრო ჩქარა გავაკეთო ეგ ამბავი. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ყველას კოცნით, მომავალ ვიდეომდე. კარგად.